მარგველაშვილის მხარეს ხართ, ესე ღიად შეგიძლიათ? მე მიმაჩნია, რომ ორივე ეს სუბიექტი და მოვლენა ერთი პოლიტიკური მამიშვილებია. სამწუხაროდ. ხდება, რომ დედმამიშვილებს შორის არის წინააღმდეგობა და ზოგჯერ ძალიან ასე თქვათ გადაუწყვეტელიც. მაგრამ რა თქმა უნდა, სხვადასხვა პოზიციებზე მდგომი. იმავდროულად მე რა თქმა უნდა არ მაქვს არც სიმპათია და არც ანტიპათია პრეზიდენტ მარგველაშვილის მიმართ. თუმცა კონდათ ოდესღაც, როდესაც ის გამოიყვანა ივანიშვილმა ასპარეზზე. თავისთავად ცხადია, არ შეიძლება სიმპათია მქონოდა და არ შეიძლება სიმპათია მქონდა ივანიშვილის კადრების მიმართ, ვინაიდან ეს პიროვნება კადრებს არჩევს პირადი ერთგულების, მონობრივი კოეფიციენტის და მორჩილების მიხედვით. ერთადერთი რაც შეძლო ბატონმა მარგველაშვილმა ეს მან დაიცვა საპრეზიდენტო სასახლის პარამეტრები, მაგრამ მან ვერ დაიცვა მოსახლეობის სოციალური უფლებები, პოლიტიკური უფლებები, მოსახლეობის ეკონომიკური უფლებები. არავითარი უფლებო პრეზიდენტი არ არის, არავითარი უფლებო პრეზიდენტი არ არის. პიროვნება თვითონ ქმნის ატმოსფეროს მოვლენას, მით უმეტეს ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი, უმაღლესი თანამდებობის პირი, მას უნდა პირდაპირ ხმალდახმალ ებრძოლა, აი ასახლებენ ადამიანს უნამოსო სინდისგარეცხილი ბანკები. იქ უნდა მოსულიყო გამოსახლების ფაქტზე და გამოეძახა იმ ბანკის მმართველი და ეთქვა, რომ აბა ევროპაში რო არის 5% საბაგო კრედიტი, შენ რატო დააწესი 1500% და რატო მიიღე 9 მილიარდი მოგება წინა წელს რის ხარჯზე, ვის ხარჯზე? ის რა ქვია, აყარეს ის მოვაჭრები, გარე მოვაჭრები თუ შიდა მოვაჭრები, ბაზარში უნდა გაჩენილიყო იმ წუთში. მოკვდა ჩვილი 500 ჩვილი გვიკვდება, ხო? მილიარდერის ქვეყანაში წელიწადში უნდა გაჩენილიყო ის პრეზიდენტი საავადმყოფოში, გამოეძახა ჯანდაცვის მინისტრი თუ ვინც არის პრემიერ-მინისტრი და ეთქვა, რომ აი ამ ჩვილი სიკვდილი თქვენ სინდისია. ანუ მას არ ესმის ხალხის ხმა, ის დღეს მოუწოდება პირიქით. მე რა მინდა გითხრათ, საკუთარ ყოფილ თანამდებობებს მე არ ვარ აგრესიულად განწყობილი ვინმე მარგველაშვილის მიმართ. მოკლედ ყველა შეგიყვარდათ ეს მარგველაშვილი მასმედია. არ შემყარებია. არც სიმპათია მაქვს, არც ანტიპათია. მე უბრალოდ ვამბობ, როგორი უნდა იყოს პრეზიდენტი იმ მოდელში, რა მოდელიც არის დღეს და არ არის ეს პატარა ფუნქციების პირი. ყველაზე მაღალი თანამდებობის პირია, მაგრამ უბედურება ის არის, რომ ესე იგი ვერ გამოვიდა პატრონის კომპლექსიდან. მას ისევ მაინც პატრონად მიაჩნია ბიძინა ივანიშვილი. ის მაინც ვალდებულია მასთან და ამიტომ ედავება აი ამ საპრეზიდენტო საკითხებზე მხოლოდ. რა თქმა უნდა, მოსმენა გსურდათ, აი გარდა იმისა, რაც ჩამონათვალი გააკეთეთ, რომ აი უნდა მოსულიყო ხალხთან, უნდა მოსულიყო ბაზარში, უნდა მისულიყო ვიღაცას ასახლებდნენ, იქ უნდა მისულიყო. დღეს პრეზიდენტისგან რის მოსმენას ელოდით, რა მოისმენთ? არა მარტო ბაზარში უნდა მისულიყო, მე დავიწყე სოციალური საკითხებით. ის უნდა მისულიყო გაეროს უშიშროების საბჭოს ხდომაზე. იქ უნდა გამოეცხადებინა აქცია იმის გამო, რომ ტერიტორიებს გვიღობავენ, იმის გამო, რომ ბიჭებს გვიხოცავენ, იმის გამო, რომ ხალხს იტაცებენ, იმის გამო, რომ გალის რაიონში არ დატოვეს არც ერთი ქართული სკოლა. მთელი მსოფლიო ფეხზე უნდა დაეყენებინა. პრეზიდენტი უნდა იყოს მებრძოლი. ისეთი დუნე და აკადემიური პრეზიდენტი ლექციის სამკითხველი, ის პრეზიდენტი არ არის, შეიძლება იყოს კაი რექტორი, კარგი ლექტორი, კარგი პროპაგანდისტი. იყო სააკაშვილი და არ მოწონდა. არა, ჰიპერენერგიულობა. გაწონასწორებული, დაბალანსებული გიორგი მარგველაშვილიც ასევე მისაღებია. როგორი არის ეს იდეალური პრეზიდენტი უნდა იყოს ადეკვატური სიტუაციის. როდესაც არისო, გეტყვით სოციალური ეკონომიკაზე, სიღარიბეზე, სასამართლოზე, მედიაზე. პრეზიდენტი უნდა იყოს ადეკვატური სიტუაციის მიხედვით. სიტუაცია ზოგჯერ მოითხოვს ჰიპერაქტიურობას და უნდა იყოს ჰიპერაქტიური, ზოგჯერ მოითხოვს აკადემიურობას და სიბინჯეს და უნდა იყოს ზუსტად ასეთი, ზოგჯერ მოითხოვს აი ოქროს შუალედს და უნდა დაიჭირო ოქროს შუალედი. არ შეიძლება პრეზიდენტი იყოს ერთმნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ცხოვრებაც არ არის ერთმნიშვნელოვანი, კოსმოსიც არ არის ერთმმნიშვნელოვანი. აგერ ეხლა გადაადგინეს აინშტაინის ფარდობითობის თეორიის სისწორე, ამ კაცმა 100 წლის წინ დაადასტურა ის, რომ არსებობს გრავიტაციული ტალღები და ეს ვერავინ ვერ დაადგინა და აი ეხლა შარშან სპეციალური აპარატით დადგინდა, რომ 2 მილიარდი წლის წინ 2 შავი ხვრელი შეეჯახა ერთმანეთს და იქიდან წამოსული გრავიტაციული ტალღა ეხლა მოვიდა აქ. აი მაშინ ბევრი თვლიდა აინშტაინს არაადეკვატურად და ჰიპერაქტიურადაც მეცნიერებაში და ფანატიკოსად, მაგრამ დადგინდა ეხლა ესე. ანუ შეიძლება ვიღაცას მოეჩვენო ამ პოლიტიკაში, ან მეცნიერებაში, ან თქვა ნებისმიერ ცხოვრებისეულ სიტუაციაში ჰიპერაქტიურად, მაგრამ იყო აბსოლუტურად დასაბუთებული და ადეკვატური და არ უნდა მიექციო ამას ყურადღება. არ უნდა მარგველაშვილი. მას ოცნებ არ იყო ადეკვატური. თქვენ მე გეტყვი და რატო? სუბიექტური იყო. რაში იმაში, რომ ძირითადად მან ყურადღება გაამახვილა საკუთარ
საკუთარი საპრეზიდენტო ინსტიტუტის დაცვაზე. პირველ რიგში მე ვიმეორებ და ყოველთვის ამ პოზიციაზე ვიდექი მაშინ როცა კონსტიტუციის მიღება ხდებოდა 90-იან წლებში და ამ პოზიციაზე ვიქნები სანამ პოლიტიკაში ვარ და მთელი ცხოვრება პოლიტიკაში ვიქნები ამის გარანტიას გაძლევთ აი აქვე ამ გადაცემაში რომ საქართველო უნდა იყოს საპრეზიდენტო რესპუბლიკა. სიტუაცია, როდესაც მთელმა მსოფლიომ ვერ გაიგო ვის უნდა დაელაპარაკოს ქვეყანაში პრეზიდენტს, პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს. ამიტომ აი რომ ჩადიან საზღვარგარეთ და სომალის პრეზიდენტის მეცხრე თანაშემწეს ახვედრებენ საქართველოს პრეზიდენტს. კვირიკაშვილი კიდე ვერავინ ვერ გაიგო როგორ მოვიდა, საიდან მოვიდა. ღარიბაშვილი საიდან მოვიდა და საწავიდა ვერავინ ვერ გაიგო. ეს არის საშინელი სიტუაცია, უბედურება გვჭირს. ამიტომ ჩვენ გვინდა ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკა, სადაც პრეზიდენტს ექნება უფლება უხელმძღვანელოს თავრობის სხდომებს კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოსთხოვოს მინისტრებს პასუხი იმისათვის, რომ მათ არ გადაჭამონ ქვეყანა და არ გადააჭარბონ იმას, რის უფლებაც მათ არ აქვთ, მაგრამ იმავდროულად არ უნდა იყოს ისეთი პოლიტიზირებული, როგორც თქვათ, შევარდნაძეს ჰქონდა და სააკაშვილის დღეს მარგველაშვილი გამოვიდა და ასეთი მოწოდება გააკეთა პოლიტიკური პარტიების მიმართ, რომ რაღაც გამაერთიანებელი ვიპოვოთ. მანამდე მივაწყოთ. თქვენ კითხვაზე, თქვენ საინტერესო კითხვას დავამთავრებ და მე მივიდეთ ძალიან საინტერესო მეორე კითხვას. ამიტომ იყო სუბიექტური, მან ისაუბრა ძირითადად საპრეზიდენტო არჩევნების აუცილებლობაზე, რომ არ გაუქმდეს ხალხის მიერ პრეზიდენტის არჩევნების უფლება. ვადასტურებ, რომ ეს არის იმპერატივი, ხალხისთვის პრეზიდენტის არჩევის უფლების წართმევა, ეს არის ტოლფასი, რომ დამოუკიდებლობა წაართვა ხალხს. რომ წაართვა ხალხს მოქალაქეობა, წაართვა პასპორტი, წაართვა გერბი, წაართვა ჰიმნი, წაართვა დროშა და ამ უფლების დასაცავად ჩვენ ყველა ქუჩაში უნდა გავიდეთ. და აი როგორც ვაჟა-ფშაველა ამბობდა, სამართალი ვქონათ ვუმტრიოთ, ნუ ალუდაზე ამბობდა, მაგრამ ნუ ამ შემთხვევაში ბიძინაზე ვიტყვი, კარის დირენი. პოლიტიკურად რა თქმა უნდა. არა, ამაზე მთელი ერი გარეთ უნდა გამოვიდეს. ეს იდეა უნდა მოიგდონ თავიდან. იმიტომ რომ შეიძლება პრეზიდენტის არჩევის წესი აპირებ ქუჩაში გადაიტანოს. ივანიშვილის მიზანია რომ ქვეყანაში მოსპოს ავტორიტეტები. მხოლოდ იქ შეუძლია მან გაშალოს თავისი მომხვეჭველური, მტაცებლური საქმიანობა, არა ადამიანური საქმიანობა. მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია მან მართოს ყველაფერი, ხეებიც, ადამიანებით, თხაროს, გადათხაროს, ქვეყანა გაიტანოს ოფშორებში. მას თუ ავტორიტეტი შემორჩა ქვეყანაში, თქვა ხალხმა აირჩია მის უკითხავად პრეზიდენტი, თქვათ მოვიდა ახალი პატრიარქი, რომელიც მას არ დაემორჩილება, ის საბრძოლობაში რაც მოხდა და საპატრიარქოში ეს ამის შეწყობილია პირდაპირ უაცხადებ. რატო რა შეწყობილია? იმიტომ რომ თავისი პატრიარქის არჩევა უნდა. უწმინდეს და უნეტარესი ავტორიტეტია მსოფლიო და ვერ მართავს. რა დასკვნა გამოიტანეთ საპატრიარქოს ამბიდან ბატონო. დასკვნა გამოიტანე ერთადერთი. მამა დეკანოს ზიდან დაწყებული ვინც ახლა პატიმრობაში. ამას არავითარი დასკვნის გამოტანა არ უნდა დაუშალეს უწმინდეს უახლოესი გარემოცვა. და შეამზადეს ნიადაგი, რომ უწმინდესის შემდეგ აირჩევენ ივანიშვილის ხელდასმულ პატრიარქს. ამიტომ უნდა რომ მას თავისი პრეზიდენტი ყავდეს, თავისი პატრიარქი ყავდეს, თავისი პარლამენტი ყავს, თავისი პარტიები ყავს, თავისი ლიდერები ყავს, თავისი მწერლები ყავს, თავისი მომღერლები ყავს, თავისი სპორტსმენები ყავს, თავისი დეპუტატები ყავს, ყველაფერი თავისი გონია. ამიტომ ეს არის ისტორიაში უპრეცედენტო ავაზაკი პოლიტიკაში შემოჭრილი. ამიტომ არის ძალიან საშიში და ამიტომ არ შეიძლება დავთმოთ ჩვენ პრეზიდენტის არჩევის უფლება. ამიტომაც არ უნდა დავთმოთ. ეხლა რა შეიძლება აკადემიურ არგუმენტებს, რომ აი ის რა ქვია, საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ, რატო უნდა ირჩევდეს ხალხი პრეზიდენტს? ამისათვის შემომეგობრებო, გადავხედოთ მსოფლიოს ფინეთის საპარლამენტო რესპუბლიკაა. პრეზიდენტს ხალხი ირჩევს. ერთი წამი სერიოზულ არგუმენტს გეუბნებით. პოლონეთის საპარლამენტო რესპუბლიკაა. პრეზიდენტს ხალხი ირჩევს. ბულგარეთის საპარლამენტო რესპუბლიკაა. ხალხო, პრეზიდენტს ხალხი ირჩევს. ისლანდია საპარლამენტო რესპუბლიკა, პრეზიდენტს ხალხი ირჩევს. ირლანდია საპარლამენტო რესპუბლიკა, პრეზიდენტს ხალხი ირჩევს. აგერ თურქეთი მეზობელი საპარლამენტოა, პრეზიდენტს ხალხი ირჩევს. და ეხლა მაგალითად მოყავთ იტალია და გერმანია. რო იქო პრეზიდენტებსო პარლამენტები ირჩევენო, მეგობრებო, იმიტომ ირჩევენ იტალიაში და გერმანიაში პარლამენტები, რომ ეს გადაწყვიტა არა იტალიელმა და გერმანელმა ხალხმა, არამედ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გადაწყვიტეს მაოკუპირებულმა სახელმწიფოებმა. აი ოკუპაცია ვინც გაუკეთა იტალიას და გერმანიას, იმად გადაწყვიტეს რომ გერმანიას და იტალიას აღარ უნდა აერჩია პრეზიდენტი, რომ არ მიგვეღო ახალი ჰიტლერი და ახალი მუსოლინი.
აი ეს არის რეალობა. შესაბამისად, ჩვენ ახლა რაც არ უნდა ვირჩიოთ და თავი მოიკლათ, ვერ გავხდებით იმპერია და ჰიტლერს და მუსოლინის ვერ ავირჩიოთ და მთელი ევროპა დაიპყროს, ამდენად ეს პრობლემა აქ მოხსნილია და აი ესეთი დემაგოგიური არგუმენტების ფონზე თქვენ აუცილებლად გჭირდებათ ასეთ ავტორიტეტულ გადაცემაში ექსპერტების მოწვევა, რომლებიც უფრო კომპეტენტურად დაასაბუთებენ. ექსპერტები მითხარით მარგველაშვილის მიერ გაჟღერებული ოპოზიციის ერთგვარი გაერთიანება დაუშვათ, რომ უახლოეს პერიოდში, ან იგივე 2018 წლის არჩევნებისთვის ჩვენ წარმოვიდგინოთ ასეთი რამ ერთიანი ოპოზიციური ფრონტი, ლიდერი მარგველაშვილი. მისაღები იქნება ეს თქვენთვის თუ არა? ეხლა ჩემთვის არანაირი ლიდერი პოლიტიკაში მისაღები არ არის ლეიბორისტული პარტიის გარდა. და ლეიბორისტული პარტიის ლიდერის გარდა. ანუ ისევ აპირებთ საპრეზიდენტო მარათონში ჩაბმას თქვენ? არ ვიცი, მე საპრეზიდენტო არჩევნებში ორჯერ მივიღე მონაწილეობა. ორჯერ მივიღე მონაწილეობა და ორჯერვე მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ. შესაბამისად რაც მიიღო. მითხარით ახლა თუ პოლიტიკურ ბრძოლას დასჭირდება მზად ხართ რომ გაერთიანდეთ მარგველაშვილის გარშემო სხვა ოპოზიციურ ძალებს? რა სისულელი ხარ თქვენ წარმოგიდგენთ რომ მარგველაშვილი იყო ჩემი ლიდერი ახლა ეს სხვადასხვაობით არ მოხდება. შესაბამისად რა ვიცი ახლა ეს შეიძლება ჩაითვალოს სეზონის ხუმრობად. შესაბამისად მე ორჯერ ვიყარე კენჭი პრეზიდენტად, მაგრამ ზოგიერთი ამომრჩეველი არავიდა იმ დონეზე რომ აღექვა, რატომ ვიყარე კენჭი და რას გავუკეთებდი ქვეყანას და ხალხს. შესაბამისად დაკარგა ქვეყანამ და არა მე ახლა გლეხიშვილი ვარ და შესაბამისად ასევე მოვკვდები ისე რომ არაპრეზიდენტობა არავითარ დისკომფორტს არც ამ ქვეყანაში არც იმ ქვეყანაში არ შემიქმნის, მაგრამ ევროპრეზიდენტი ყოფილიყავი, ამ ხალხს ეშველებოდა იმ გაგებით რომ არც სოციალური პრობლემები ექნებოდა, არც ამდენი ყაჩაღები იქნებოდნენ, არც ამდენი ძარცვაგლეჯღარი იქნებოდა, პენსიებიც ექნებოდა, სამსახურიც ექნებოდა, არც ხეების ხრა არ იქნებოდა, არც ტერიტორიები არ დაიკარგებოდა. არც ამერიკასთან გაფუჭდებოდა ურთიერთობა, არც რუსეთთან გაფუჭდებოდა ურთიერთობა და იქნებოდა ჰარმონიული ურთიერთობა. მე მოგადგეს ყველა გაჭირვებული ადამიანი კართან და როგორ გასცემდით მე პასუხს მათი პრობლემების ვერ მოგვარების შემდეგ, ესეც საინტერესო იქნებოდა. თქვენ კი არა, ანუ ყველა ვინც ასე დაპირებას იძლევა არის ამისი. თქვენ მაინც კარგად იცით ის ამბავი, რომ არავითარი პრეზიდენტი არ უყოფილი ვარ და ისეთ რამები გაუკეთე ამ ქვეყანას, რაც არცეთ პრეზიდენტს არ გაუკეთებია სხვა ქვეყნებშიც. აღარ მინდა ჩამოთვალო იქ უფასო განათლება გინდა, დენის ტარიფების შემცირება გინდა, საბავშვო ბაღების გადარჩენა გინდა, ტყეების არ გაყიდვა გინდა, მიწების არ გაყიდვა გინდა. ხო და ამასთან დაკავშირებით გამახსენდა, რატო არ დავრჩი კმაყოფილი დღევანდელი პრეზიდენტის გამოსვლით. მან ძირითადად ისაუბრა საპრეზიდენტო ინსტიტუტის გადარჩენას და ვიმეორებ ეს სწორია. ყველა უნდა გავხდეთ ჯარისკაცები ამ საქმის, იმიტომ ეს ეროვნულ დამოუკიდებლობას ეხება. მაგრამ მას ხმა არ მოუღია საკონსტიტუციო კომისიაში მიმდინარე სხვა პროცესებზე, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. აი ჩვენ შევიტანეთ საკონსტიტუციო კომისიაში წინადადებები, რომ უფასო საშუალო განათლების შემდეგ უმაღლესი განათლებას უფასო იყოს და ეს ჩაიწეროს კონსტიტუციაში, რომ ჯანმრთელობის დაცვა, ვისაც არ აქვს საშუალება, ჩაიწეროს კონსტიტუციაში, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება, რომ მიწების გაყიდვა აიკრძალოს უცხოელებზე, სხვათა შორის სხვა პარტიების იგივე პოზიციას იზიარებენ. არა, სადაო თემა არ არის. ეს არის არსებითი თემა. ჩვენ ამ მიწაზე ვცხოვრობთ. თუ ეს მიწა ჩვენ გავეცით გასაყიდად, ძალიან მალე ხვალ მინიმუმ მოჯამაგირების ადგილი შეგვხვდება. შესაბამისად, უნდა პრეზიდენტმა გლობალურად გაამახვილოს ყურადღება ყველაფერზე და რაც მთავარია, მას უნდა ეთქვა, რომ ივანიშვილმა და ოცნებამ ხალხი მოატყუა მწარეთ, ისინი დაადგნენ დანაშაულის გზას, რომ მათ არ აქვთ უფლება დარჩნენ პოლიტიკაში და მოეთხოვა ახალი საპარლამენტო არჩევნების შემოდგომაზე. მას უნდა ეთქვა, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა, არავითარი კონსტიტუციური უმრავლესობა ოცნებას და ივანიშვილს არ აუღია, აიღეს მათ ყაჩაღურად ეს ხმები და ეს რაოდენობა, რომ მათი დრო დამთავრებულია და სანამ ხალხი კეტებით გამოყრის იმ სხვამათა დარბაზიდან, ჯობია ნებით გავიდნენ. აი ეს იქნებოდა პრეზიდენტის გამოსვლა და ამ შემთხვევაში მარგველაშვილის ლიდერობა შეიძლება მეც მეღიარებინა. დიდი მადლობა. წარმატება მინდა გისურვოთ. მოკლედ საინტერესოა ყოველთვის თქვენთან საუბარი. შემდეგ გადაცემებში დაგელოდებით უკვე სხვა თემებზე სასაუბრო. წარმატება. მე ყოველთვის თქვენი ერთგული რესპონდენტი. დიდი მადლობა. კარგად ბრძანდებოდეთ. ეს იყო შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი. შეგახსენებთ ჩვენს ინტერაქტივს. ვის მხარეს ხართ მარგველაშვილისა